როგორც აღინიშნა მე-17 საუკუნეში ევროპის არმიებში ბატალიების ტაქტიკა შეიცვალა ხაზოვანი ტაქტიკით, რომელიც საბოლოოდ გაფორმდა მე-18 საუკუნის დასაწყისში, მთელი ქვეითი ჯარის ხიშტიანი თოფებით შეიარაღების შემდეგ. თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს ხაზოვანმა ტაქტიკამ მე-18 საუკუნის შუა ხანებში მიაღწია, ქაღალდის მასრიანი ვაზრისა და რკინის ზუმბის გაჩენის შემდეგ, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა თოფის სწრაფსროლა. ამასთან ერთოდა ჯარების სისტემატური წვრთნა საცეცხლე მომზადებაში, ვინაიდან თოფების სწრაფად და ერთდროულად გასროლა დატენვის ათვისებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ხაზოვან ტაქტიკაში. თავისი დროის გამოჩენილმა მხედართმთავარმა პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორემ მე-18 საუკუნე ჯარების მუდმივი წვრთნით იმას მიაღწია, რომ მისი ჯარისკაცები ერთი წუთის განმავლობაში ახერხებდნენ თოფების 7-ჯერ დატენასა და 6-ჯერ გასროლას. თუ ადრე ბრძოლის ბედს ხელჩართული შეტაკება წყვეტდა, ახლა გამარჯვების მოპოვებას თოფ-ზარბაზნების ჯგუფური ცეცხლით ცდილობდნენ. ხაზოვანმა ტაქტიკამ სამხედრო სპეციალისტების თვალში გაზარდა მოგერიებითი ცეცხლის მნიშვნელობა და შეამცირა აქტიური შეტევითი მოქმედებების როლი, ვინაიდან თავდაცვაში უფრო ადვილი იყო ხაზოვანი მწყობრის შენარჩუნება და ცეცხლის სიძლიერის უზრუნველყოფა. მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში მასობრივი არმიების გაჩენამ გამოიწვია არა მარტო ომის ფორმების, არამედ ბრძოლის წარმოების ხერხის შეცვლაც. ხაზოვანი ტაქტიკა შეიცვალა კოლონებისა და გაფანტული წყობის ტაქტიკით. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ სახაზო ქვეითობა ბრძოლისათვის ეწყობოდა ბატალიონების კოლონათა ორ ხაზად, რომლებსაც გაფანტული წყობით წინ მიუძღოდა მსუბუქი ქვეითობა, ფლანგებზე იმყოფებოდა კავალერია, უკან კი სარეზერვო კოლონები. ახალი ტაქტიკური უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ ასე დაწყობილ ჯარებს ყველგან შეეძლოთ ბრძოლა და არა მარტო გაშლილ ველზე, როგორც ამას ხაზოვანი ტაქტიკა მოითხოვდა. გაჩნდა ბრძოლის ველზე მანევრირებისა და ძალების ნებისმიერი კომბინაციით განლაგების შესაძლებლობა. დარტყმის ძალა ძლიერდებოდა რეზერვის ჩართვით. გარდა ამისა, გაადვილდა ჯარების მართვა, მოწინააღმდეგეს ცეცხლს უშენდა артиლერია და გაფანტულ წყობაში მოქმედი მსუბუქი ქვეითობა. კოლონები კი ძირითადად ხიშტებით დარტყმისთვის იყვნენ განკუთვნილნი. ამრიგად артиლერია და მსუბუქი ქვეითობა ამზადებდა იერიშს, სახაზო ქვეითობა და კავალერია კი ახორციელებდა იერიშს და ამარცხებდა მტერს. საჭიროების შემთხვევაში კოლონებში მყოფთად შეეძლოთ სწრაფად გაფანტვა, მსროლელთა შარებად, შემდეგ კი კვლავ კოლონებად შეკვრა. კოლონათა ტაქტიკის გამოყენების კლასიკური მაგალითია 1812 წლის ბოროდინოს ბრძოლა ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობის დროს. ეს ბრძოლა ნაპოლეონისავე სიტყვებით მის მიერ გადახდილი 50 ბრძოლიდან ყველაზე სასტიკი იყო. რუსეთის არმია 100,000 კაცი, 640 ზარბაზანი, ფელდმარშალ კუტუზოვის სარდლობით კარგად გამაგრებულ პოზიციებზე იდგა სოფელ ბოროდინოსთან, მოსკოვის ახლოს. ნაპოლეონმა 130,000-იანი არმიითა და 587 ზარბაზნით ძლიერ შეუტია რუსებს. ფრანგთა მთავარი ძალები 86,000 კაცი. ძალების დარტყმა მიმართული იყო რუსების მარცხენა ფლანგზე, რომელსაც სარდლობდა მამაცი გენერალი პეტრე ბაგრატიონი. ნაპოლეონი მას რუსეთის საუკეთესო მხედართმთავრად ცლიდა. ბაგრატიონმა გაუძლო მტრის შეტევას, მაგრამ მძიმე ჭრილობა მიიღო, რომლისგან შემდეგ გარდაიცვალა. ბოროდინოსთან ნაპოლეონმა ვერ შეძლო რუსების განადგურება, მაგრამ ვერც რუსებმა შეაჩერეს ფრანგები. კუტუზოვმა არმიის გადარჩენის მიზნით უკან დაიხია და მოწინააღმდეგეს მოსკოვი ჩააბარა. ბოროდინოსთან ბრძოლაში მარტო მოკლულთა სახით ფრანგებმა დაკარგეს 12,000 ჯარისკაცი და ოფიცერი, რუსებმა 13,000. ხოლო მოკლულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა ორივე მხრიდან 93,000 უდრიდა. ფრანგების ნახევარზე მეტი დაეცა ბაგრატიონის ჯარებთან ბრძოლაში. კოლონების გაფანტული წყობის ტაქტიკა ბრძოლის საუკეთესო ფორმად რჩებოდა მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე, მაგრამ ჯარების მასიურად აღჭურვის შემდეგ სწრაფსროლილი დაკუთხილი იარაღით მისი გამოყენება გართულდა. უკვე შესაძლებელი გახდა артиლერიისა და შაშხანების ცეცხლით კოლონების განადგურება მოწინააღმდეგესთან შეხებამდე. ეს ნათლად გამოჩნდა საფრანგეთ-პრუსიის ომში.
როდესაც ფრანგულმა და პრუსიულმა კოლონებმა პირველივე შეტაკებებში მძიმე ზარალი განიცადეს. მხარეები იძულებული გახდნენ ემოქმედათ მხოლოდ გაფანტული წყობით, მსროლელთა შარების ტაქტიკა. საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ ამ ტაქტიკაზე სხვა ევროპული არმიებიც გადავიდნენ. მსროლელთა შარების ტაქტიკა იმაში მდგომარეობდა, რომ ქვეითობა მოწინააღმდეგეს უახლოვდებოდა დანაწევრებული წყობით. სათოფე მანძილზე ჯარისკაცები ჯაჭვიშებურად იშლებოდნენ მსროლელთა შარებად და სროლა-სროლითა და გადარბენებით მიიწევდნენ საერიშო ზღუდემდე. მოწინააღმდეგებისგან 40-50 მეტრი. საერიშო ზღუდაზე თავმოყრის შემდეგ ქვეითობა მტერს ეკვეთებოდა ხიშტებითა და თოფის სროლით. ქვეითი ჯარის იერიშს თავის სიცეცხლით მხარს უჭერდა არტილერია. ახალმა დაკუთხვილმა იარაღმა დიდი გავლენა მოახდინა თავდაცვითი ბრძოლის ტაქტიკაზე. მტრის ცეცხლისგან ზარალის შემცირებისა და თავდაცვის მდგრადობის გაზრდის მიზნით ჯარებმა ჩასანგრებმა დაიწყეს. თხრიდნენ როგორც სათითაო, ასე ჯგუფურ სანგრებს. აგებდნენ თავშესაფრებსა და სამალავებს. მიუხედავად ამისა, პირველ მსოფლიო ომამდე ტაქტიკის თეორიაში საველე ფორტიფიკაციული ნაგებობების გამოყენებას მაინც არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. მხოლოდ შეიარაღებული ბრძოლის პოზიციურ ფაზაში გადასვლის შემდეგ 1914 წლის ბოლოს მოწინააღმდეგეებმა დაიწყეს გამაგრებული ხაზების მშენებლობა საყრდენი პუნქტებითა და მავთულხლართებით. 1915 წლისათვის მძიმე არტილერიის გამოყენების გაძლიერებასთან დაკავშირებით თავდაცვა ეშელონირებული გახდა სიღრმეში 8 კილომეტრამდე. პირველი პოზიციის უკან 4-8 კილომეტრის მოშორებით ეწყობოდა სანგრების მეორე ხაზი, შემდეგ მესამე. ახალი საბრძოლო საშუალებების გაჩენამ და ცეცხლის გაძლიერებამ გაართულა შეტევითა და თავდაცვითი ბრძოლების ტაქტიკა. შექმნილ პირობებში ომამდელი პრაქტიკული ფორმები ვერ ამართლებდნენ. საბრძოლო მოქმედებების მთელი სიმძიმე ქვეითობას დააწვა. მისი ძლიერი იარაღი იყო ტყვიამფრქვევი, განსაკუთრებით თავდაცვითი ბრძოლის დროს. ქვეითი ჯარების საბრძოლო წყობის საფუძველი იყო შარი, ჯაჭვი, რომელშიც ჯარები თანაბრძოლიერად იყვნენ განაწინებულნი. მისი ძლიერი მხარე იყო მოწინააღმდეგეზე ერთდროული დარტყმის შესაძლებლობა. თუმცა ამ დარტყმას არ ჰქონდა საკმარისი ძალა. ეშელონირებული შარების ტალღებმა გაზარდეს საბრძოლო წყობის სიღრმე და გარღვევის ძალა, მაგრამ ტალღების სიხშირე ცოცხალი ძალის დანაკარგებსაც ზრდიდა. ყველაზე მანევრული და ნაკლებად ზარალიანი აღმოჩნდა ჯგუფური საბრძოლო წყობა, როდესაც ბრძოლა წარმოებდა ცალკეული ჯგუფებით, ათეულებით. მისი გაჩენა დაკავშირებულია მსუბუქი ტყვიამფრქვევების, მსუბუქი ზარბაზნების, ნავთქორწნებისა და ტანკების გამოყენებასთან. ამრიგად, ქვეითი ჯარის საბრძოლო წყობა პერმანენტულად იცვლებოდა მსროლელთა შარებიდან შარების ტალღებამდე 1915-16 წლები და შემდეგ საბრძოლო ჯგუფებამდე 1917-1918 წლები. ომის დასრულებისათვის დივიზია უტევდა 2,5-3 კილომეტრიან ფრონტზე, ბატალიონი 500-600 მეტრზე. ბატალიონის, პოლკის, დივიზიისა და კორპუსის საბრძოლო წყობა, როგორც წესი, ორი ეშელონისაგან შედგებოდა. ორივე ეშელონი მეორე ეშელონი გამოიყენებოდა პირველი ეშელონის გასაძლიერებლად ან შესაცვლელად. საერთო საჯარისო ბრძოლა გახდა ჯარების ძველი, ქვეითობა, არტილერია, კავალერია და ახალი ტანკები, ავიაცია, გვარეობების თანამოქმედება.